თითქოს და რა უნდა იყოს უცნაური ახალი გამოქვაბულის ან მღვიმის აღმოჩენაში, მაგრამ მეცნიერებმა კარგად იციან, რომ სტალაგმიტებს და სტალაქტიტებს ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლიათ. ამიტომაც პრომეთეს მღვიმეში 5 ახალი დარბაზის აღმოჩენა ნამდვილ სენსაციად შეფასდა და რისკის მიუხედავად მეცნიერებიც და ჩვენი ჟურნალისტებიც დაუფიქრებლად გაემზადნენ ერთდროულად მიწისქვეშა და წყალქვეშა ექსპედიციისთვის. წვეთების ამ ნაკადმა შესაძლოა გზა სამყაროს შექმნის პირველ დღეს გაიგულია. საუკუნოვან მღვიმურ სისტემებში დრო და განზომილება აირია. მღვიმე პრომეთესგან ცეცხლის მოპარვასაც მოესწრო. ზევსის რისხვას გადაურჩა და კოლხური სიბრძნის პარალელურად დღემდე უამრავი საიდუმლო შემოინახა. წყალტუბოს პრომეთეს მღვიმეში წყალქვეშა დერეფნის გავლით ახალი მისტიური დარბაზები და მრავალი საუკუნის გაუმხელელი ისტორია აღმოჩნდა. ეს ნამდვილად უნიკალური აღმოჩენა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წყალტუბოს მღვიმის კვლევა არ არის დამთავრებული და ბევრ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ კიდევ. ამ აღმოჩენას ახლა პირველად ჩვენი კამერა გადაიღებს და თქვენ ახლა ამ რეპორტაჟს უყურებთ. ყველაფერი კარგად დამთავრდა, იმიტომ რომ ძალიან რთულ გზაზე მიდის ახლა ნიკა, რომელიც კამერას მე მომცემს. კამერა არ დაგივალდეს. პირველი ბავშვი. გაჯერულია თუ ძალიან ხშირად და ყურადღებით უნდა იყო ამ სასიძნელო ნიშანთან ბოლოსთან ის წვრილი თოკია და ნებისმიერ დროს შეიძლება გაწდეს თუ ძალიან მოვკაჩეს. როგორ წდება მე გაწდება კარგად ამიტომ ხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შემაერთებელი ძაფი სამყაროსთან. ახალ დარბაზებში დღემდე შესული მხოლოდ 3 კაცია. ყურადღებით უნდა იყო რომ რამეს არ წამოიღოს. თურმე მღვიმის ქვეშ დაივინგი სპორტულ ექსტრიმში ყველაზე სახიფათო და სარისკოა. ამიტომ ახალ გამოუკლევ დარბაზებში და ჩვენს წარსულში შეღწევის პატივი ნიკას. ექსტრემალურ სპორტში კარგი გამოცდილების წყალობით ხვდა. მე კი გულდაწყვეტილმა და გამოუცდელმა ოპერატორმა შევეცადე ყველაფერს. არ დაიდო თაკურ ავრიშულობა. აი ესე გეჭიროს, აი ესე. ესე იგი თაში ამდენი აღჭურვილობა არ არის საჭირო. ზურგჩართაში დოს ყველაფერი და კიდე გაცვლა. უნდა ვაღიარა, რომ ოპერატორის წყლის ქვეშ გაუჩინარებამ ძალიან შემეშინა. ვინანე რომ თავად ვისურვე და თავადვე დავგეგმე გადაღება. სანამ ნიკა მისტიურ დარბაზებამდე ურთულეს წყალქვეშა გზას იკვლევდა, ჩემი გართობა და ყურადღების გადატანა ლატვიელმა მყინთავებმა სცადეს. სწორედ დონატასი და ვიტისი არიან პირველები, რომლებმაც კოლხურ წარსულში შესწურეს. შესვლის არ გვეშინია, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ არაპროფესიონალს, რომელიც ასე რისკავს, ძალიან ვღელავ. არსებობს ასეთი გამონათქვამი, ზოგიერთს ეშინია, რადგან იცის ვისი უნდა შეეშინდეს. სხვებს არ ეშინიათ, რადგან არ იციან. Хорошо, что так. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, სად შევიდა თქვენი მეგობარი. დარბაზებამდე წყალქვეშ შავ ბლან წყალში გავლა მოუწევს. იქ უამრავი გაუყალავი წყალქვეშა ბილიკია. ერთი ნაბიჯითაც თუ სხვაგან გადაუხვევს, ვერასდროს ვიპოვით. სანამ ნიკა წყალქვეშ იმედია მშვიდობით ცურავს, შევეცდები აღიხსნათ ასე რატომ რისკავთ. წყალტუბოს მღვიმე ძალიან საინტერესოა სამეცნიერო თვალსაზრისით. აქ კვლევები ჯერ არ დამთავრებულა, ბევრი რამეა კიდე გასაანალიზებელი, ბევრი რამეა შესასწავლი. მღვიმეში დაახლოებით 17 დარბაზია აღმოჩენილი. ტურისტებისთვის მხოლოდ 6-ია კეთილმოწყობილი. აქ არის მღვიმის რიგით მეორე დარბაზი, რომელსაც სიმბოლურად მედეას დარბაზს ეძახიან. სწორედ ამ ნაწილიდან გვხვდება მღვიმეში ყველაზე დიდი სტალაგმიტები, რომლებიც დროთა განმავლობაში ფორმას და ზომას იცვლიან. აქტენიანობა 96%-ია. პრომეთეს მღვიმე ზღვის დონიდან 147 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა სტაბილურად +13-14 გრადუსს არ აღემატება. კოსმოსური სივრცე დედამიწის სისტემაში უკვე დამტკიცებულ აღიარებულ ფიზიკის კანონებსაც არღვევს. თითოეული სტალაქტიტი მაქსიმალურად ვერტიკალურად იზრდება. აი მას კი ესეთი პატარა გადახრა აქვს. გრავიტაციის კანონის მიხედვით კი ფორმა ნაღვენთი ვერტიკალურად უნდა ყალიბდებოდეს. მღვიმეში ყველა შემდეგი დარბაზი უფრო და უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბურია. სამსართულიანი მღვიმის ნაღვენთი ფორმები სხვადასხვა სახის ფიგურების ასოციაციას იწვევს. განათებაში ჩანს
ქალის სახე, ეს ჩვენა ნაწილიდან, თუმცა რა თქმა უნდა, კამერაში არ მგონია რომ კარგად გამოჩნდეს, თუმცა ასევე მეორე მხრიდან ასევე ჩანს ორი ადამიანის პროფილი, ქალის და მამაკაცის. ამიტომ არის ალბათ რომ ამ დარბაზს სიყვარულის დარბაზს ეძახიან და უკვე მეორე წელია აქ ქორწინებაც დაშვებულია, ანუ ხელსაწერენ წყვილები. მღვიმის უკვე გამოკვლეული ნაწილის თვალიერებისას მეცნიერები ახალი აღმოჩენის მნიშვნელობას გვიხსნიან. თეორიულად არსებობდა იმის მოსაზრება, რომ აქ სხვა სიცარიელეები და დარბაზებიც არსებობს და ბუნებრივია, როდესაც ჩვენი კოლეგები გამოვიდნენ წყლიდან და მათ თქვეს, რომ მიაკვლიეს მშრალ დარბაზს, მათ ასევე აღნიშნეს ის, რომ აი მღვიმე ეს კი არ არის, მღვიმეები შიგნით არის კიდევ უფრო დიდი. აქ ჩარდება მღვიმის მშრალი ნაწილი 380 მეტრიანი წყლის ზერებით, ახლა გარეთ გავდივართ. სანაოსნო ბილიკით ისევ იმ ადგილს ვუბრუნდებით, სადაც ნიკა ჩაყვინთა. ნიკა ახლად აღმოჩენილ დარბაზებში ბოლომდე ვერ შევიდა. დიდი რისკის გამო მყინთავებმა წყალქვეშა მოგზაურობა მალე დაასრულეს. ამ კადრების ნაწილი ლიტვალმა დაივერებმა გადაიღეს. პრომეთეს მღვიმის ეს აღმოჩენა მეცნიერებისთვის ახალ საკვლევ მასალას წარმოადგენს. ლიტველი და ქართველი მყინთავები გეოგრაფიის ინსტიტუტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით ახალ ექსპედიციებს გეგმავენ. ამ ახალი დარბაზების აღმოჩენა და იქ შესაბამისი ასევე მდგრადი მართვის პრინციპებზე დაღნობილი ტურისტული სერვისების განვითარება ერთის მხრივ მოახდენს ამ უკვე არსებული მღვიმეების, არსებული დარბაზების განტვირთვას ტურისტებისთვის და მეორე მხრივ შესთავაზებს კიდევ ახალ სანახაობას ყველა დაინტერესებულ ადამიანს. ახლად აღმოჩენილი დარბაზებისაკენ ტურისტულ მარშრუტებს უახლოეს მომავალში გაიკვლევენ.